დიდ ბრძოლაში რომ არ ამოყო თავი, პატარა ბრძოლები უნდა მოიგო. ნებისმიერი თქვენი სისუსტე დამოკიდებულება, ცოდვა იბადება პატარ-პატარა წვრილმანებში, სადაც მარცხდებით. პატარა ბრძოლების წაგება გარანტირებული დიდი ბრძოლის წაგებაა. ცოდვა იგივე ბოროტება შენში. უბრალოდ უცებ კი არ არის მომძლავრებული და გაძლიერებული და უცებ კი არ გირტყამს. ის პატარ-პატარა გროვდება და შემდეგ ერთიანად გირტყამს. და გონია საღაციდან ჰაერში გაჩნდა. არა. დღეს ვისაუბრებ, როგორ უნდა დაამარცხოთ თქვენი ცოდვები, სანამ ის თავს იჩენს. მაგალითად, შენ გინდა ებრძოლო სიძვას, რადგან სიძვა ერთ-ერთი მძიმე სულიერი დაავადება. მომწერს გოგო და მეუბნება, სიძვას როგორ ვებრძოლო, ვერაფერს ვერ უხერხებ. მომწერს ბიჭი მეუბნება, სიძვას როგორ ვებრძოლო, ვერაფერს ვერ უხერხებ. ან სხვა თემებზე მომწერს, ამ ცოდვას როგორ ვებრძოლო, ვერაფერს ვერ უხერხებ. ვერაფერს ვერ მოუხერხებ შენ ცოდვას, სანამ შენ ამ ცოდვაში წვრილმანებში მარცხდები. ეხლა აგიხსნით, როგორ ვამარცხებ ნებისმიერ დამოკიდებულებებს, ისე რომ არ ვწვალო. შეხვედი ინტერნეტში, ასკროლე, ყველგან მკერდი ამოგდებული, ვიღაცას უკანალი გამოგდებული. დღის განმავლობაში მხოლოდ ინტერნეტში მინიმუმ 50 მკერდი და უკანალი ნახე ამოგდებული. ინტერნეტით იბუსტები სექსის სურვილით 80%. ესე იგი დღის განმავლობაში შენში ხდება დაგროვება ამ სექსუალური სურვილის, სიძვის. ქუჩაში გამოდიხარ, ყველა გახდილია. აბსოლუტურად ყველა. ბავშვიდან დაწყებული, ქალით დამთავრებული. ბავშვს გახედავ, გოგოსავით აცვია და გოგო გონია და ბავშვია, გოგოს გახედავ და ბავშვივით აცვია და ქალია. დღეს რთულია შეინარჩუნო სიძვის სისუფთავე, რადგან ყველგან არის გამხიზიანებლები. აქამდე ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი, აქამდე ეს ყველაფერი იყო ნორმალური, რომ აი რა მოხდა მე ხო დღეში, ვთქვათ 20-30 ლამაზ გოგოს გახედე და დატკბი მისი სილამაზით. რა თქმა უნდა, სილამაზით კი არ ტკბები, ავხორცობ რეალურად. არ გაინტერესებს ღერძე ბეჭედი უკეთია, არ უკეთია, ვისი შეყვარებულია, რა სულის ადამიანია, ავხორცით დადიხარ. დღეს შენ გამოდვებით გაღიზიანებს გარეთ ყველაფერი. გარეთ რომ გამოდიხარ და დღეში 50 მკერდს უყურე და 50 უკანარს უყურე და 50 ჯერ ვნება განიცადე და შემდეგ ინტერნეტში 1000 რაღაცს უყურე და 1000 იქ დაგხვდა ინტერნეტში 2000 კიდე რა სიძვას ებრძვი მაინტერესებს. რანაირად გინდა შენ სიძვა დაამარცხო ესე. ვერასოდეს ვერ დაამარცხებ შენ სიძვას. ვერასოდეს ვერ დაამარცხებ შენ ნებისმიერ დამოკიდებულებას. როგორ უნდა დაამარცხო ახლა თქვა სიძვა და სხვა ნებისმიერ დამოკიდებულებები. წვრილმანები. ინტერნეტში შეხვედი, ამოგიგდო აი ესეთი ტანგახტილი ქალის ან ქალის შემთხვევაში კაცის ფოტო. ქალის ვარიანტს მოვიყვანთ და ქალებმა გადააკონვენტირეთ თქვენს ვარიანტში, კაცებთან მიმართებაში. ასკროლი არ შეხედო მეორეს, არ შეხედო მესამეს და არ დაგიგროვდება ყოველდღიურად. ათასობით მკერდი გონებაში და უკანალი გონებაში, არც ქუჩაში და არც ისე და აღარ შეგაწუხებს. შენ სულ რომ ტერმინატორი იყო, მაინც ვერ დაამარცხებს სიძვას, რადგან უკვე დაუშვი შენში სიძვა, უკვე დააგროვე 100 სიძვა დღის განმავლობაში. ეს გაწუხებს შენ და არა ის რომ უბრალოდ სექსის სურვილს ვერ ამარცხებ, ან გარყვნილებას ვერ ამარცხებ. გარყვნილების პრობლემა კი არ გაქვს. ბევრი დაგიგროვდა დღის განმავლობაში რაც ნახე კადრი და ამას ვერაფერს ვერ უზამ, ამას ვერ აკროფ, ვერსად. ეს უკვე გააკეთე შენ. ამიტომ შენ ნებისმიერ ცოდვაში მარცხდები ესეთ პატარ-პატარა საკითხებში, რომელსაც უშვებ, დაშვებებს აძლევ პატარ-პატარას ბნელს. 50-100 დაშვება მიეცი სიძვას შენში და მერე გამოდიხარ საღამოს და რატო ვერ უმკლავდები სიძვას და ლოცვებს იწყებ და მერე მემწერ რა ვუყო სიძვას ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ან რა ვუყო იმ ცოდვას. შენ ებრძვი სიძვას და დღის განმავლობაში ტონობით სიძვაში ჩაცურე და ყელამდე ხარ. და ამას მნიშვნელობას არ აქცევ. აქ არის შენი სიძვის პრობლემა. პატარ-პატარა ნაწილებს არ აქცევ მნიშვნელობას და შემდეგ დიდს ვერ უმკლავდები. მაგალითად ებრძვი განსჯას და შენ გონია განსჯას უნდა ებრძოლო მაინც და მაინც ვიღაც რომ არ გალანძღო პირდაპირ. და არ გამოგდის, მაინც გამოგდის ხოლმე ვიღაც გალანძღე, ვერ ჩერდები. და რატომ ვერ აკეთებ იცი ამას? პატარ-პატარა ნაწილებში მარცხდები. და როგორ? გახედე ვიღაცას და გონებაში გაიფიქრე რანაირი ფერის თმა აქვს. მეტი არაფერი. პატარა განსჯა გააკეთე, როგორ იცი აი, თითქოს უმნიშვნელო. უბრალოდ თქვი რანაირი ფერის თმა აქვს. ცუდი თმა აქვსო კი არა? რანაირი ფერის თმა აქვს. გამოხედი რანაირი ცხვირი აქვს. გამოხედი რანაირი ტანსაცმელი აცვი. თითქოს განსჯა არ არის, ხო? თითქოს დიდი ცოდვა არ არის. და ნახე დაგიგროვდა ტონობით განსჯა დღის განმავლობაში დადიხარ და მოსიარულე განსჯის შემოგროვებელი ბადეხარ. ავტობუსში ახვედი, აუ ექს როგორ დგას აქ, ვერ მიხვდა რა მიუხედრელიაო. ესეც კი არ თქვი რა მიუხედრელიაო, უბრალოდ გონებაში თქვი, აუ ეს როგორ დგას აქ გაჭედილა. დანარჩენი უკვე იცი რაც იგულისხმეს შენ. და ნახე ასობით ესეთი დააგროვე და მერე გამოდიხარ და ვიღაცაზე ტუტუცობას ამბობ. და მერე ფიქრობ, აი მე ეს როგორ გავაკეთე. შენ უკვე ასობით განსჯა გააკეთე და ის ჩაგეთვალა. ანგარიშზე გიდევს. და გამოდიხარ და ვერ ვუმკლავდები მე
განსჯას იძახ ვერ უმკლავდები კი არა პატარ-პატარა განსჯებს აკეთებ რომელსაც მნიშვნელობას არ ანიჭებ და იქ მარცხდები და ამიტომ დიდს ვეღარ უმკლავდები უკვე დამარცხებული ხარ და ამიტომ გამოდიხარ და იძახი რომ რისხანებას ვერ ვამარცხებ მუშაობ ამაზე მაგრამ ვერაფერს ვერ ვუხერხებ გამოხვედი ქუჩაში და დროზე ადრე მაღაზიაში გამყიდველმა ვერ მოგაწოდა ხურდა და გაღიზიანდი ამაზე ანუ თავს უფლება მიეცი მოთმინება არ გამოგეჩინა და პატარაზე გაღიზიანდი 0.001% გაღიზიანდი არ გაუღიმე რადგან ისე ვერ მოხდა ყველაფერი როგორც შენ გინდოდა გამოხვედი აქეთ ვიღაც შემოგეფეთა იმის ნაცვლად რომ გაუღიმო და დალოცო უსიამოვნო შეგრძნება განიცადე შიგნით რომ ისი არ მოხდა ყველაფერი შენს წინ გზა არ დაგითმეს გესმის დღის განმავლობაში ესეთ წვრილმან ბრაზებს რომელსაც მნიშვნელობას არ ანიჭებ აგროვებ და მე გამოდიხარ და რაღაც დიდ ბრაზს აკეთებ და ფიქრობ რანაირად ვერ ვამარცხებ ბრაზს მრისხანებას ვერ ამარცხებ შვილო მრისხანებას იმიტომ რომ ის რომ შემოგეფეთა როგორც კი დაიწყე შიგნით განცდა ნეგატივის გაუღიმე როგორც კი აგვიანებს ვიღაც ადამიანი თუნდაც ან ხურდა რომ მოგაწოდოს ან რაღაც და ნევრები არ ყოფნის გულში იფიქრე რომ დალოცე უფალო ეს ადამიანი გეყოს მოყვასი გაგება და შეგნება და დაგეხმარება ეს და პატარ-პატარა მრისხანებებს რომ ამოიღებ რომელსაც საერთოდ ყურადღებას არ აქცევ აი აბსოლუტურად არ აქცევ ამ ყველაფრის ყურადღებას შენ მაგრამ ასობით გიგროვდება ყოველ დღე პატარ-პატარა მრისხანებებს აგროვებ დიდ მრისხანებაში უკვე წაგებული გაქვს სერიოზულ პრობლემას რომ აწყდები ამიტომ მრისხანებასაც ვერ უმკლავდები მივადგეთ ტყუილს აუ ვერაფერს ვერ ვუხერხებ ამ ტყუილის თქმას ისეთ დიდ ტყუილებს ვამბობ ზოგჯერ არ მჭირდება და ვერ ვამარცხებ ამას რა ვუყო ჩემ თავს რატო ვერ ამარცხებ იცი წვრილმანებში იტყუები იქ იტყუები სადაც საჭიროც კი აღარ არის მაგალითად ოჯახის წევრი გეუბნება რომ რატომ გააკეთე ეს ასე და იმის გამო რომ საკუთარი შეცდომა აღიარო და ცოტა დისკომფორტი შეიქმნა და პასუხისმგებლობა აიღო ატყუებ რომ კომფორტი იგრძნო პატარა ტყუილს ამბობ ისეც რომ გგონია რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და დღეში 10-ობით და 100-ობით ტყუილს ამბობ ისეც რომელიც არ ჭირდება და მე სერიოზულ თემაში რომ იტყუები და გამოგიჭერენ და ვერ იშორებ ტყუილის პრობლემას ფიქრობ რომ ვერ ამარცხებ ტყუილს კი ვერ ამარცხებ შენ დიდი ხნის წინ დამარცხდი პატარ-პატარა ტყუილებს იძახი რომელსაც არ ანიჭებ მნიშვნელობას გაიგე ამ პარტავნებას ვერ ვამარცხებ აქაც იგივე უპატარ-პატარეს ამ პარტავნებებში ხართ და გიგროვდება და დიდ ამ პარტავნებაში ვლინდება და ვერაფერს ვეღარ უხერხებ ამას მაგალითად შენ კარგად გაცვია ძვირადღირებული სამოსი და სადღაც ქუჩაში შენს გვერდით არის ადამიანი რომელსაც ცუდად დაცვია გაჭირებულად და შიგნით გიჩნდება შეგრძნება რომ მასზე მაღლად გახარ აი უმნიშვნელო შეგრძნება გიჩნდება რომელსაც ყურადღებას არ აქცევ სულიერებაშიც არის ამ პარტავნება ისეთი რომლებსაც მოძღვრებიც ვერ ამჩნევენ და როგორი მაგალითად ფიქრობ სულიერი მოღვაწე რომ მე ლოცვებში ვარ მორწმუნე ვარ ის არ არის მორწმუნე და ნაკლებ გაცნობიერებებში არის და ასე შემდეგ და არაფერს არ ამბობს მაგრამ ავტომატურად გულისხმობს რომ მასზე მაღლად გას ან ამას წინათ ერთი მწერს გამიგებს ის და არ ეწყინება ეხლა მაგალითს რომ მოვიყვან ესე იგი მეუბნება რომ წმენაში ვარ ამ ყველაფერში ვარ ესე ვარ ისე ვარ ლოცვებში ვარ გამოდვევით იმაში ვარო და რაღაც მაგალითს მეუბნება რომ გიორგიო შენ სოდნებსო რატომ აზიარებო ყველაფერსო რაღაცეებიო საიდუმლოდ შეინახეო ხორებსო მარგალიც რატომ უყრიო ხორებსო რატომ აძლევო ამ ცოდნასო ადამიანებზე მელაპარაკება თუნდაც ცუდ ადამიანებზე და ვერ ამჩნევს რამხელა ამ პარტავნებაა ეს უკვე როგორი ღია ამ პარტავნებაა იცი ძალიან დიდი ძალიან ძიმე იმიტომ მითხრა ესეთი რაღაც რომ სხვებს არ გაუზიარო ეს ცოდნაო მოდიო მოკლე წრე მიცოდეთო და თქვენ მოიქუჩაჩეთ ეს ცოდნაო ოღონდ მან მითხრა რომ შენ ამ ცოდნებს რო ღმერთს უნდაო ესო არა ღმერთს უნდა რომ ჯიბეში გეტოს ეგ ცოდნები ბალიშის ქვემოთ ძუნწი მოხუცივით რომელიც შიმშილი ზვრება სული და ფულს არ ხარჯავს ხო მაგისთვის მაძლევს ღმერთი რომ აი ესე ბალიშის ქვემოთ შევინახო ეს ცოდნები და მარტო შიდა კუნისებში ვისაუბრო და ცნობილი ხალხში რომ ვისაუბრებ ამ ცოდნებს ეს ცნობილი ხალხი იტყვის რომ გიორგის საიდუმლო ცოდნები აქვს მარტო ჩვენ ვიცით ეს ცოდნები სულიერებაშიც არის ბევრი ამ პარტავნება მეც მქონია როგორ განცდა იცი ზოგჯერ მომوارდება ეგ აზრი რომ მე გაღვიძებული ვარ ამათ ძინავთ და მაგ დროს ვაცნობიერებ რომ არ ვეთანხმები მე რა შე რო გაღვიძებული ხარ ერთი უბრალო კაცი ხარ გლეხი ამ პარტავნება გააკეთე ანუ პატარა ამ პარტავნებები ისეთია რომლებსაც თქვენ ვერ ამჩნევთ და მე გადაიზრდება ისეთ ამ პარტავნებაში რომ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხორებს უწოდებს იმ ადამიანებს რომლებიც ჯერ გაღვიძებული არ არიან ანუ გადაიზრდება ხოლმე ეს პატარა ამ პარტავნება დიდში გესმით მეც მაქვს რაღაც ამ პარტავნებები რომლებსაც ვცდილობ გავუკეთო ანალიზი ამ პატარ-პატარა წვრილ ამ პარტავნებებს და მაშინვე უკუაგდებ არ ვეთანხმები და მაგიტომ უკუაგდებ თორე საკუთარ თავში კი არ ვებრძი ვიცი რომ გარედან არის შემოთრეული ამიტომ ამ პარტავნებაშიც იმიტომ მარცხდებით რომ ესეთ პატარ-პატარა წვრილმან ამ პარტავნებებს ვერ ამჩნევთ თქვენ პატარ-პატარა წვრილმან ცოდვებში მარცხდებით გიმეორებთ ამიტომ გეწყებათ დიდი ბრძოლები ამიტომ გაქვთ გამოვლინება დიდი ამ პარტავნების მრუშობის ტყუილის თქმის ბრისხანების განკითხვის პატარებში უკვე დიდი ხნის წინ დამარცხდით და უკვე დაგიგროვდა
ჰქონდათ, აი დაგიგროვდა 100, გაერთიანდა და მიიღო დიდი ფორმა. და იმ დიდ ფორმას ამჩნევდა, ამ პატარას ვერ ამჩნევ. ამიტომ თუ რამეს ებრძვი, წვრილმანებში ებრძოლე და საერთოდ არ მოგიწევს წვალება. დანაწევრებულს მარტივად უმკლავდები და გაერთიანებულს ვერ უმკლავდები, იმიტომ რომ ძალა არის ერთობაში და ის რომ ერთიანდება, გიჭირს მას რომ გაუმკლავდე. ამიტომ სანამ გაერთიანდება, სანამ დაგიგროვდება, მაქამდე გააჩერე და გაიმარჯვებ. ბილდ სიტყვაობაც დაახლოებით იგივეა. ბილდ სიტყვაობას ვერ უმკლავდები, ხანის წამომწდება, ხანეს წამომწდება. მე ეხლა ამ რამდენიმე თვეში ორმა ისეთი კოშმარი გააკეთა ჩემს ირგვლივ საქმეში და ისე რომ მის მიმართ შეურაცხყოფაც კი არ მithქვამს. ერთი რაც რთული იყო თავი შემეკავებია, ვთქვი რომ ნაძირალა არის. და დანარჩენი რასაც ვაცნობიერებდი არის ის რომ ამ ადამიანს უბრალოდ შეპყრობა აქვს. ანუ შეჩენილი ყავს ეშმაკი. მეტი არაფერი, იმიტომ რომ ეს არის მართლა. რატომ არ ვაკეთებ, რატომ არ ვუშვებ ამ ცუდ სიტყვებს? და ისედაც ბილდ სიტყვაობა რატომ არ მერევა, იმიტომ რომ პატარ-პატარაც კი გაჩერებული მყავს, ნაძირალასაც კი არ უწოდებ არავის, ღოროს ტუტუცოს, ესეთ რაღაცებსაც კი გულში არ უწოდებ ადამიანს და საერთოდ არანაირი ბილდ სიტყვაობა აღარ მაწუხებს. წვრილმანებში გავაგდე. შური, რა უყო ამ შურს ვერაფერი მოუხერხე. იძახი, რატო? იმიტომ რომ პატარ-პატარა შურები ისეთი გაქვს, რომელსაც ფიზიკურად ვერ ამჩნევ. არ თვლი იმას შურად შენ. მაგალითად გახედე წყვილს და თქვი ფიქრში, გოგოზე რა ლამაზია და თან ცოტა მოიწყინე. ცოტა. ანუ არაფერი არ გითქვამს. არც შური არ გამოგიხატავს. მაგრამ რეალურად იგულისხმე, მეც მინდა ეს გოგო რომ მყავდეს ესეთი ლამაზი. ეს შურია, გესმის, უბრალოდ შენ ამის ანალიზს ვერ აკეთებ. ან გამოხედი და შეხედე ძვირადღირებულ ავტომობილს და რა კარგი მანქანაა, ნეტა მყავდეს. მეტი არაფერი არ გითქვამს. და გახედე მძღოლს შემდეგ. და მძღოლის მიმართ აი მცირე უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდა. რატო იცი? შეგშურდა. ოღონდ ისიც კი ვერ გააცნობიერე რომ შეგშურდა. 2, 3, 4, 5, 6, 7 ვიღაცას კარგი სამოსიაცია, ვიღაცას შენზე გემოვნები დაცვია, ვიღაცას შენზე ცუდა დაცვია, ქედმაღლობის ცოდვა იქ დააგროვე, აქეთ მბრუშობა დააგროვე, აქეთ შური დააგროვე. დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა ცოდვას აგროვებ, პატარ-პატარას და გატენილი ხარ კუპატივით ამ პატარ-პატარა ცოდვებით და შეგევს, აი ჩამოგერიცხა ანგარიშზე 50 შური, 100 სიძვა, 30 განკითხვა, 200 დაცინვა. ხო, დაცინით თქვენ ადამიანებს ასევე. ოღონდ ამასაც ვერ აცნობიერებ. მაგალითად, თან შეგშურდა, თან დაცინე. თქვათ ავტომობილის მაგალითი მოვიყვანოთ. შეხედე ავტომობილს, შენს მოგინდა მძღოლს შეხედე, უსიამოვნო შეგრძნება ქონდა მცირე და ავტომობილის ფერს შეხედე და გაიფიქრე რომ რანაირი ფერია. არ მოგწონს ეგ ფერი. თან ცოტა შიგნით გაგეღიმა. იმის გემოვნებას დაცინე. ხო, არაფერი არ არის. ნახე, რეალურად ეს ყველაფერი რაც აღწერე ცალკეულად არ არის დიდი ცოდვა და მეც გამეცინება პატარა ცოდვაზე, მაგრამ ბევრი იმდენი გიგროვდება დღის განმავლობაში, თვის განმავლობაში და წლის განმავლობაში. კითხვა დასვი, კიდევ როგორ ხარ ჯანმრთელად და კიდევ როგორ იკავებ თავს რომ რისხანი არ ხარ, შურიანი არ ხარ დიდი და ასე შემდეგ. ბევრი გიგროვდება და ვერ ამარცხებ, ამიტომ ნებისმიერი ცოდვა დაამარცხე წვრილმანებში და გამარჯვებული ხარ, არ შეგაწუხებს. უბრალოდ ვერ შეგაწუხებს. ხალხი ფიქრობს, გიორგი რა კეთილშობილი ხარ, გიორგი რაღაც. ხალხო, მე ამისთვის დიდ ძალისხმევას არ ვხარჯავ. რატომ იცით? იმიტომ რომ აი ამ პატარ წვრილმანებში ვებრძვი, ამ პატარ-პატარა წვრილმანებში ვაჩერებ და დიდი ბრძოლები არ მაქვს უბრალოდ არ წვალობ თქვენსავით, არ ვიტანჯები. თქვენ იტანჯებით. იმიტომ რომ ამ მექანიკას არ იყენებთ. ამიტომ გამოიყენე ეს მექანიკა და არ მოგიწევს დიდი ბრძოლების გავლა. გამუდმებით. თან ახე დაამარცხე ერთხელ, კიდევ გაიღვიძა სიძვამ, დაამარცხე, ისევ გაიღვიძა ქედმაღლობამ, ისევ იღვიძებს შური, ყველაფერი, იმიტომ რომ ამ პატარ-პატარა მდგომარეობებს შენს თავში ვერ ამჩნევ და გამუდმებით აღვიძებ ამ ცოდვებს შენში და გამუდმებით ამ ცოდვების ბრძოლაში ხარ. შენ ამ ცოდვების ბრძოლაში კი არა განვითარებაში უნდა იყო. ის რომ დაამარცხე, უნდა გავიდეს ის. შენ არა, შენ გამუდმებით მაგ ბრძოლაში ხარ. რატო? იმიტომ რომ ამას ვერ აცნობიერებ, რაც აგიღწერებ. ეხლა ხო აცნობიერებ. ამიტომ წვრილმანებში დაამარცხე ბოროტება და გაიმარჯვებ ყოველთვის. წვრილმანებში დაამარცხე დამოკიდებულება, ყველაფერი ის ცოდვები, რასაც ებრძვი. ის მიმართაც გადაწყვეტ ბრძოლას. წვრილმანში დაამარცხე და დიდი ბრძოლა არ გაიმართება. არ შეიკრიბება შენს წინააღმდეგ შენშივე ცოდვების ლაშქარი. შენ გონია ის ცოდვები, ის სიძვა და ის ყველაფერი, რომელსაც ებრძვი, საღაციდან მოდის, შენში გროვდება ცოდვების მცირე ლაშქარი და მერე ვეღარ უმკლავდები. შენ თავად-აძლევ შენში მტრის ლაშქრის შეკრებას. და სანამ ლაშქარი შეიკრიბება, მაქამდე გააჩერე და მორჩა. აცნობიერებ რას გეუბნები? ფიცის გატეხვის ცოდვა, ასევე ბევრი ადამიანი მოდის და სიტყვას რომ ვიტყვი ვერ ვასრულებ. იმიტომ ვერ ასრულებ სიტყვას, რომ პატარ-პატარა სიტყვებს არ ასრულებ. მაგალითად, ოჯახში უთხარი გავალ პურს მოვიტანო და არ გახვედი, შეგეზარა. რატო თქვი შენ ეგ სიტყვა? თუ თქვი რომ გავალ პურს მოვიტანო, შენ უნდა გასულიყავი და ეგ სიტყვა შეგესრულებია. შენ რომ თქვი ავდგები და ფანჯარას დავკეტავ, სიტყვა თქვი, გაიგე? და არ დაკეტე ფანჯარას.
არა. ეხლა გეცინება ალბათ ხო, რა სისულელეს გელაპარაკები. მე რა რომ ფანჯარა არ გაქვს, შენ სიტყვა გატეხე. შენი სიტყვა გააცამტვერე. შენ სიტყვას უკვე ძალა აღარ აქვს, რომ შესრულდეს და მე მიადგები რაღაც მნიშვნელოვანს, გინდა გამოიჩინო იმასთან მიმართებაში ნებისყოფა იმაში და მე შენი შინაგანი თავი გეუბნება, შენ ის უსიტყო კაცი არ ხარ? 1000 ჯერ რომ სიტყვა თქვი და არ შეასრულეო? ეხლა რა სიტყვის შესრულებას ვთხოვ? მაგალითად სიტყვა უთხარი შენ თავს რომ დავიცავ დიეტას ამადამ კვირამდე, ან ვივარჯიშებ ამადამ პერიოდში და ვერ ასრულებ. მიადგები დიდს და პატარებში უკვე დიდი ხნის წინ გაუფასურდი. ფუმფლო ხარ, მოდი ქუჩის ენით გეტყვი. წვრილმანებში ხარ ფუმფლო და გამოდიხარ და ვაჟკაცობაზე გაქვს ამბიცია და შენ თავს ეუბნები, მოდი ეს დიდი საქმე გავაკეთოთ ეხლა. ვერ აკეთებ. იმიტომ რომ სიტყვები გატეხეთ წვრილმანებში. ეხლა დილამდე შემიძლია გესაუბროთ სხვადასხვა ცოდვებზე, მაგრამ მექანიკა ხომ გააცნობიერეთ ერთი და იგივეა. წვრილმანებში არ აქცევ ყურადღებას, ცოდვებს და მარცხდები დიდში. ამიტომ წვრილმანებს მიაქციეთ ყურადღება და დიდი ბრძოლები არ გექნებათ და იქნებით კარგად. ყველა ცოდვას გაუმკლავდებით მაშინვე. ყოველგვარი წვალების გარეშე. აიღეთ ეს ცოდნა, გააცნობიერეთ ხარისხიანად, გადაიტანეთ თქვენ ცხოვრებაში და მწვერვალებს მიაღწევთ სულიერებაში მარტო კი არა, ყველაფერში, ყველა წახნაგში. დაგლოცოთ უფალმა, დაგლოცოს უფალმა, ყველა წახნაგი გაგვიმართოს ღვთიურად, განგვწმინდოს ყველა ცოდვისგან, მოგცეს ძალა გაუმკლავდეთ ყველაფერს, რაც ბნელიდან მოდის. ღვთიური გვასხივოს და გვანათოს უფალმა. ამინ, ამინ, ამინ.